გაზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით. ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს. ნინი ხუგაშვილთან ერთად. ვუსმენთ ერთმანეთს. მომით. Საღამოშიდობის მოგესალმებით თქვენ უსმენთ რადიო იმას, რომლის ეთერშიც ვიწყებთ პროექტს ვუსმენთ ერთმანეთს. მე ნინი ხუგაშვილი ვარ და დღეს ვისაუბრებთ თემაზე კრიმინალური ინდექსი 2016 და გთავაზობთ ინტერაქტივი შეკითხვას, რამდენად დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობს თავს ჩვენს ქვეყანაში. 292 1188 292 1189 გახლავთ დღე ეთერისთვის განკუთვნილი ტელეფონის ნომრები. კრიმინალური ინდექსის მიხედვით 117 ქვეყანას შორის საქართველო ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების 6-ეულშია. 2016 წლის ანგარიშის მიხედვით 117 ქვეყანას შორის საქართველო გავიდა 112 ადგილზე უსაფრთხოების თვალსაზრისით, მხოლოდ სამხრეთ კორეა, სინგაპური, იაპონია, ჰონკონგი და ტაივანი უსწრებს ჩვენს ქვეყანას. ბესო ალადაშვილი ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ისაუბრებს თემაზე ვრცლად. მოგესალმებით ბატონო ბესო, მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. გამარჯობათ, მოგესალმებით მსმენელს. ბატონო ბესო, გამოქვეყნდა ერთგვარი სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების 6-ეულში მოხვდით. როგორ ფიქრობთ, რა ფაქტორებმა განაპირობა, რას ნიშნავს ეს ზოგადად, როგორც საერთაშორისო კუთხით, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის? უსაფრთხოების კატეგორიების მიხედვით ბუნებრივია უნდა გავაკეთოთ რანჟირება საზოგადოებრივი უსაფრთხოების და სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ეს ინდექსი ერთადად საზოგადოებრივი უსაფრთხოების საკითხებით. ანუ შიგა კრიმინალური სიტუაციის გარკვეულწილად ტერორისტთან ბრძოლის კუთხით. ნელია ახლა გადაჭრის გამის თქმა, თუ რა მეთოდიკას იყენებდნენ ამ გლობალური ინდექსის შემდგენელები, მაგრამ ფაქტია, რომ გარკვეული მუშაობა მეათმედგზეა შევაფასო ეროვნული უსაფრთხოების კუთხით, განსაკუთრებით ტერორისტთან ბრძოლის კუთხით, ბოლო წელიწადზე ერთად ნახევარი ალბათ უფრო გამოსწორდა და უფრო ისეთი გამოკვეთილი ფორმები მიიღო, რამდენადაც შეიძლება დღეს ჩვენი ქვეყნის რესურსებით საერთაშორისო ტერორისტთა ბრძოლაზე ვისაუბროთ. სხვა საკითხია კრიმინალური სიტუაციის მდგომარეობა საზოგადოებაში. რაც შეეხება უსაფრთხოებას, თქვენ აღნიშნეთ, რომ ბოლო პერიოდში გამოსწორდა ვითარება. რა კონკრეტულმა ნაბიჯებმა განაპირობა? ეხლა გავუსვავ კიდევ რომ ეს ეხება ძირითადად საერთაშორისო ტერორისტთან ბრძოლის საკითხებს. პირველ რიგში გამოსოცხლდნენ ჩვენი ქვეყნის სპეცსამსახურები და ყველასთვის ცნობილია რამდენიმე გახმაურებული საქმე, როდესაც აღკვეთილი იქნა ისლამური სახელმწიფოს თქვათ რიგებში საქართველოს მოქალაქეების დასვლა ან აქტიური აგიტაცია მათი. რამდენიმე სამართო პროცესიც გაიმართა, ალბათ ყველამ კარგად. რაც შეეხება ეროვნული უსაფრთხოების კუთხით, თქვენ საუბრის დასაწყისში აღნიშნეთ, რომ შესაძლოა გაიმიჯნოს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოება, ასევე ეროვნული თვალსაზრისით უსაფრთხოება და საუბრობდით კრიმინალური ინდექსიც. დღეს უფრო მეტად ყურადღება რომ გავამახვილოთ უსაფრთხო ქვეყნების 6-ეულში მოხვედრას, რომელსაც უსწრებს კორეა, სინგაპური, იაპონია, ჰონკონგი და ტაივანი. რატომ შეიძლება გახდეს მიმზიდველი, ვთქვათ, ჩვენი ქვეყანა ასეთი ტიპის ინდექსის შედგენის დროს საინტერესო, ვთქვათ, მათთვის, ვინც არის შემდგენელი ამ ინდექსის და რა კონკრეტული ნიშნების მიხედვით აირჩევა ხოლმე, რა ფაქტორების, ვთქვათ, გამიჯვნა ხდება ამ დროს? ზოგადად ამ როგორც გითხარით, მეთოდიკას აქვს სხვა სპეციფიკა, ხო? მაგრამ ძირითადად უსაფრთხო ქვეყნების ინდექსის დადგენის დროს გამოიყენება კრიმინალის მატება, კრიმინალური სიტუაცია ქვეყანაში, დანაშაულობა და ასე შემდეგ. მე არ ვიცი ახლა სიმართლე გითხრათ ეს ისეთი ინფორმაცია, რომელიც კონკრეტულ სტატისტიკურ მონაცემებს უნდა ემყარებოდეს. ასე რომ სიმართლე გითხრათ არ ვიცი ნამდვილად ეს ამ ინდექსის გაანგარიშების დროს რომელ სტატისტიკურ მონაცემებს ეხმარებოდნენ, იმიტომ რომ პირდაპირ უნდა ვთქვათ რაღაცა გარკვეული კლება და ისეთი აშკარა კლება თქვათ დანაშაულისა, რაც გაცხადებულია და რაც ოფიციალურად რეგისტრირებული საქართველოში, მე მგონი არ შეიმჩნევა სამწუხაროდ. თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ალბათ ეს გარკვეულწილად ესეც მიზეზი, ამის მიზეზი ისიც, რომ
ალბათ აღარ ხდება დანაშაულის თქვა დამალვის ფაქტები სამართალდამცავების მიერ. ანუ აკლის სხვა რეგისტრაცია უბრალოდ ხდება. რას ნიშნავს უსაფრთხოება და რაზე კეთდება ხოლმე ძირითადად აქცენტი, როდესაც ასეთი ტიპის ვთქვათ გნებავთ შესაბამისი უსაფრთხოების კონცეფციაც გვაქვს ხომ? რაზეა ძირითადად აგებული? ჩვენ უნდა გავყოთ უსაფრთხოების სამი დონე. ერთი ეროვნული უსაფრთხოება, რომელიც რა თქმა უნდა ყველაფრის მოცველია, საზოგადოების უსაფრთხოება და მოქალაქის უსაფრთხოება, ხო? ძირითადად მოქალაქის და საზოგადოების უსაფრთხოება დაკავშირებული არის თითოეულ ჩვენთაგანის პირად უფლებების დაცვასთან. ეს იქნება უფლება განათლების, უფლება ბიზნესის წარმოების, სიტყვის თავისუფლების, ფენის, არჩევნის და ასე შემდეგ. ეს ზოგადი კატეგორიებია, ხო? რაც შეეხება ეროვნულ უსაფრთხოებას, ეს უფრო რა თქმა უნდა რთული კატეგორია და აქ უკვე ერთიანდება ამავე დროს ქვეყნის დაცვა გარე საფრთხეებისგან, რასაც ალბათ ერთ-ერთი იმნეული ადგილი ჩვენთვის არის ზუსტად ის, რომ საკმაოდ ბევრი გამოწვევაა და ეს გამოწვევა ხშირად უკვე აშკარად საფრთხის ფორმას იღებს, თუნდაც კიდევ სერიოზული პრობლემაა ჩვენთვის საგარეო საფრთხე, რაც მოდის რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ანუ უკონტროლო ტერიტორიებიდან. თუნდაც ეს ეხება ნარკოტრანზიტის შესაძლებლობას, ეს ეხება ორგანიზებული დანაშაულის თუ სხვა ტიპის დანაშაულის ტრანზიტს აი ამ ჩვენ კონტროლო რეგიონებიდან. რა მხრივ არის პრობლემა ამ კუთხით და როგორ შეიძლება ამ ყველაფრის გამოსწორება, რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ მეკითხებით ოკუპირებული ტერიტორიები. გარე საფრთხეებისგან დაცვას გულისხმობ ზოგადად, დიახ. ძირითადად ოკუპირებული ტერიტორიები და თუ ისიც ვთქვათ, რომ აშკარად შეიმჩნევა ღიად უფარული იგივე ტექნიკური ომი და რბილი ძალა ეგრეთ წოდებული რუსეთის მხრიდან. რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, ეს აშკარაა, რომ რუსეთი იმდენად ახლოს არის რუსეთის და შეიარაღებული ძალები და აქედან გამომდინარე სპეცსამსახურებით, იმდენად ახლოს არის საქართველოს სტრატეგიულ ობიექტებთან, ფაქტურად საქართველოს შუაგულშია თბილისთან რამდენიმე კილომეტრი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით შესაძლებელია თავდაცვა ამ ყველაფრისგან იმავე ოკუპირებული ზონიდან თქვათ. რა თქმა უნდა, არ არსებობს სიტუაცია, რომელსაც არ კონდეს უკვე თქვათ რაღაცა მისი განეიტრალების ყოველ შემთხვევაში პოტენციური საშუალება. აქაც აუცილებელია იმ თუმეტეს არჩევნების წინა პერიოდში ვარ ჩვენი სპეცსამსახურების მიერ იმ პრევენციული ღონისძიების გატარება, რამაც უნდა დაიცვას ჩვენი ქვეყანა, თუნდაც იგივე სტრატეგიული ობიექტები, სხვადასხვა შეიძლება პროვოცირებული ტერაქტებისგან, სხვადასხვა ეკონომიკური საბოტაჟის ნიშნებისგან და ასე შემდეგ. ეს საკმაოდ რეალურია და სამწუხაროდ რუსეთის მიერ ეს აპრობირებული მეთოდია ძალიან ბევრ ქვეყანაში. წინა საარჩევნო პერიოდზე საუბრობდით ბატონო ბესო, რა კუთხით შეიძლება დადგეს საფრთხე უფრო კონკრეტულად წინა საარჩევნო პერიოდი, რადგან ახსენეთ, ამიტომ ჩაგეკითხებით. ჩვენ გამოვიდეთ იქიდან, რომ ვისაწყობს არეულობა საქართველოში, არა მარტო არჩევნების პერიოდში, არამედ ჩვეულებრივ პერიოდში. რა თქმა უნდა, იმ ძალას, რომელსაც თავისი გეოპოლიტიკური გავლენა შეინარჩუნოს სამხრეთ კავკასიაზე და საქართველოზე. შევხედავთ გარკვეულწილად ბუნებრივი ეს რუსეთია, და თუ შევხედავთ რუსეთს სერიოზული ბერკეტი გააჩნია, როგორც ბოლო დღეებში დავინახეთ აზერბაიჯანსა და სომხეთს. და ერთადერთი რჩება საქართველოს, რომელზეც ესეთი აშკარა მისი ეროვნული ინტერესების დემონსტრირებას აშკარას ვერ ახდენს. სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია და არ ვიცით რამდენად არის თქვათ რუსეთი ჩართული საქართველოს შიდა თუ საგარეო საკითხებში სარული მოქმედებები, ხო? ეს უბრალოდ ეს არის ჩვენი სპეცსამსახურების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და მუშაობის ეს მიმართულება არის ყველაზე ჩემი აზრით მნიშვნელოვანი. რაც შეეხება არჩევნებთან დაკავშირებით, გასაგებია რომ რუსეთი და მისი ხელისუფლება ეცდება რომ გააკეთოს და ეს აღნიშნა კიდევაც თუ არ მეშლება კარასინმა ერთ-ერთ შეხვედრაზე პრაღაში
რომ გააკეთოს აქცენტი იმ ძალაზე, რომელიც შეიძლება აშკარად პრორუსული არ არის განცხადებებით, მაგრამ მათი პოლიტიკა იქნება რუსეთისთვის მომგებიანი. და შეუწყოს ხელი იგივე თქვათ რუსეთის ინტერესების ატარებას. და რა ტიპის პოზიცია შეიძლება გქონდეს ამ დროს ჩვენს ქვეყანას? ნუ აქ ახლა სირთულე ყოველთვის ამაშია სპეცსამსახურების და სამართალდამცავების სტრუქტურებისაც არ უნდა გამოვიდნენ კანონის ჩარჩოებიდან და ამავე დროს უნდა უყურონ ეროვნული უსაფრთხოებაც, ხო? ანუ ეს იქნება აგენტურული მოქმედებები, ეს იქნება საბოტაჟი. აქ უკვე ძალიან მაღალი პროფესიონალიზმი და პატრიოტიზმია საჭირო ჩვენი ქვეყნის სამართალდამცავების და სპეცსამსახურების თანამშრომლებიდან. რომ ეს პერიოდი როგორც ესი არჩევნების კინაპერიოდი მოგხდელობაში ყველა ქვეყანაში არის საკმაოდ დაზიანებული, ასე რომ აქ ალბათ გააკეთება უნდა მუშაობის. ბატონო ბესო, თუ შეიძლება ინტერაქტივის შეკითხვას დაგისვამთ, თქვენც რამდენად დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობთ თავს ჩვენს ქვეყანაში? პირადად მე? დიახ. გააჩნია რა კუთხით. წვრილმანმა დანაშაულმა საკმაოდ იჩინა თავი, ხა პირადად შეიძლება მე არ შემხებია თქვა, მაგრამ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, ბიზნესთან თქვა ბანკანის ქურდობა თუ რაღაც დაზიანება თუ ესეთი ის სამწუხაროდ არის გარკვეული კრიმინალური გარჩევებიც და ესეც არის, მაგრამ ძირითადი ჩემი აზრით ძირითადი პრობლემა რაც არა მარტო მე თქვა ჩემ ოჯახს, არამედ ჩვენად საზოგადოებას ეს არის სამწუხაროდ ეს ფიქრობ საერთაშორისო ტერორიზმი და ან უშუალოდ ამ ტერორისტული თქვა მოქმედებების გარკვეულწილად საქართველოში გადმოტანა ან გარკვეულწილად სხვა მესამე ძალის მიერ პროვოცირება, ესე იგი გარკვეულწილად ლეგენდირებული პროვოცირება ამ ლეგენდირებული ტერაქტების. ბატონო ბესო, თუ შეიძლება საუბრის მიწურულს რა თქვენ საუბრობდით, მაგრამ კიდევ ერთხელ რომ განმარტოთ, რა რჩება მთავარ პრობლემად უსაფრთხოების კუთხით, როგორც საზოგადოებრივი და მოქალაქის უსაფრთხოების კუთხით, ასევე ეროვნული უსაფრთხოების კუთხით და თუ არსებობს კონკრეტული პრობლემები, რომელსაც ხედავთ და აუცილებლად გამოსასწორებელია იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად წავიწიოთ წინ. დავასახელებდი ორ უნიშნულოვანეს პრობლემას. ერთი არის საკადრო უზრუნველყოფა როგორც სპეცსამსახურების, ასევე სამართალდამცავი სტრუქტურების. ჩვენ ქვეყანაზე რამდენი პრეზიდენტი წავდა, იმდენჯერ დაინგრა უსაფრთხოების სისტემა და ახალი არ აშენდა. დაინგრა იმ საკადრო პოლიტიკა ყოვლად, მაშინაც და სხვათა შორის ეხლაც ყოვლად გაუაზრებელია და ვერანაირ კრიტერიუმებს ვერ მიუყენებ საკადრო პოლიტიკას. შერჩება თვითონ ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი არის ეს, რომ ობიექტურად ვთქვათ, რომ პროფესიონალიზმის გარდა უნდა იყვნენ უდიდესი პატრიოტები, სამართალდამცავი და სპეცსამსახურის თანამშრომლები, რადგან მათ უხდება ფაქტობრივად არანორმირებული სამუშაოს შესრულება და სიცოცხლისთვის სახიფათო პირობებში. აქედან გამომდინარე, ეს პირველი პრობლემაა საკადრო უზრუნველყოფა. მეორე პრობლემას ჩემი აზრით კვლავ არსებობს პოლიტიკური ხელმძღვანელობის ბოლომდე გაუწევლობა, აი ჩამოუყალიბებლობა. რას გულისხმობთ ბატონო ბესო? ვიტყვით რომ სპეცსამსახურების მუშაობა განისაზღვრება იმ პოლიტიკური მიმართულებით, პოლიტიკური ხელმძღვანელობის, ესე რომ ვთქვათ, დაკვეთით, ხო? და აქ უნდა იყოს ძალიან მკაფიო ხაზი. აქ უნდა ვიცოდეთ ჩვენ ვინ არის ვინ არის ოყარე, ოპონენტი ვინ არის და ასე შემდეგ. სხვა შემთხვევაში უნებრივია რომ თვითონ სპეცსამსახურის თანამშრომლებიც იქნებიან აღნეული და მათი მუშაობა არ იქნება ეფექტიანი.
უღრმესი მადლობა ბესო ალადაშვილი საუბრობდა ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში რამდენად დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობთ თავის ჩვენს ქვეყანაში კრიმინალური ინდექსი 2016 სწორედ ეს საკითხი მიმოიხილა ქვეყანაში არსებული ვითარება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მოქალაქის უსაფრთხოების და ეროვნული უსაფრთხოების კუთხით როგორც თქვენ მოისმინეთ ბესო ალადაშვილმა გამოყო მთავარი პრობლემა რომელიც დღემდე რჩება ხელისუფლებისთვის გამოწვევად საკადრო უზრუნველყოფა და პოლიტიკური ხელმძღვანელების ბოლომდე ჩამოუყალიბებლობა ასე ვთქვათ პოზიციის საერთო გამოხატვის პროცესში უღრმესი მადლობა რომ გვისმენთ ბრუნდებით გადაცემის მეორე ნაწილში და განვაგრძობთ თემაზე საუბარს. გაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით 292 11 88 292 11 99 უსმენთ ერთმანეთს მოგესალმებით კიდევ ერთხელ განვაგრძობთ გადაცემას ვუსმენთ ერთმანეთს დღეს ვსაუბრობთ კრიმინალური ინდექსი 2016-ის შესახებ ცნობილი ხდება რომ ამ ინდექსის მიხედვით 117 ქვეყანას შორის საქართველო ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების 6-ეულშია ამ თვალსაზრისით მხოლოდ სამხრეთ კორეა, სინგაპური, იაპონია, ჰონკონგი და ტაივანი უსწრებენ საქართველოს ანგარიშის თანახმად ქვეყანაში უსაფრთხოების ინდექსი 77.94%-ია ხოლო კრიმინალის 22.16%. გაცემის პირველ ნაწილში ბესო ალადაშვილი ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში საუბრობდა ეთერში ამ ნაწილში კი კავკასიოლოგი ალეკო ვაშაძე რეგიონში არსებულ ვითარებაში აფასებს. მოგესალმებით ბატონო ალეკო, მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. უკაცრავად ბატონო ალეკო. თავდაპირველად თუ შეიძლება დაგისვამთ ინტერაქტივის შეკითხვას თავად თქვენ რამდენად დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობთ თავს ჩვენს ქვეყანაში? პირადად მე ბოლო წლებში ვხედავ გარკვეულ უარყოფით ტენდენციებს და კრიმინოგენური მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით და მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მაინც უსაფრთხო ქვეყნების რიგშია, მაინც არის გარკვეული შემაშფოთებელი ტენდენციები კრიმინალის გაზრდისა. როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა? პირველ რიგში აქ არის რამდენიმე ფაქტორი და ის რაც ჩვენ ვიხილეთ რომ საქართველოს არის ქვეყნები უსაფრთხო ქვეყნების პირველ 10-ში მოწინავე პოზიციებზე და გავითვალისწინოთ რომ აქ ეს არის მსოფლიო ერთ-ერთი მონაცემთა ბაზა ნუმბეო რომელიც აქვეყნებს კვლევებს მსოფლიოში ქვეყნებში კრიმინოგენურ მდგომარეობასთან დაკავშირებით და აქ არის აღებული ბოლო 3 წლის მონაცემები. თუმცა აი მოაყოფით ტენდენციებზე რომელიც აღნიშნავ პირველ რიგში უნდა აღინიშნოს პოლიციის დემორალიზაცია. ყველას გვახსოვს გამოქვეყნებული ეგრეთ წოდებული ნარუშოვკის სკანდალები, სადაც კონკრეტული ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები უდიერად epყრობოდნენ პოლიციებს, რაც პოლიციელების მოტივაციას ძალიან დიდ ზიანს აყენებს. ასევე უნდა აღინიშნოს რომ ციხეებში დაბრუნდა კრიმინალური ქურდული სამყარო და უკვე ციხეების დიდ ნაწილზე კონტროლს ახორციელებს ქურდული სამყარო, რაც დადასტურდა გამოქვეყნებულ ვიდეო ჩანაწერებში, სადაც ხდებოდა ასე ვთქვათ ქურდული გარჩევა სკაიპის და სხვა საშუალებების მეშვეობით და აგრეთვე გვიან თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, ის ქურდული სამყაროს ლოკალიზება ციხეებში უკვე შეუძლებელი გახდება და ისინი აგრეთვე გადაინაცვლებენ გარეთაც თუ ეს ტენდენცია შეჩერდა. ასევე ძალიან საზოგადოებაში არსებობს ძალიან სერიოზული ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ სამართალდამცავი ორგანოები ახდენენ სტატისტიკის ასე ვთქვათ დამალვას და ხელოვნურ შემცირებას დანაშაულებისა და აი დადასტურებული ფაქტები შემიძლია თქვა, რომ აი ზოგიერთ მძიმე მუხლზე ხდება შედარებით ნაკლები მუხლის სისხლის სამართლის საქმის აღძრა. აი მაგალითად მოგვიყვანს, რომ გახმაურებული საქმეებიდან ბათუმში რამდენიმე თვის წინ პლაჟზე ნაპოვნი ჩვილი ბავშვის ასე ვთქვათ საქმე აღიძრა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით და როგორ შეიძლება ეს ბავშვი თვითმკვლელობამდე მიყვანილიყო ხო წარმოუდგენელია და აქაც გვაქვს ფაქტი აი იგივე სხვა ხდება სხვა მუხლებზეც, მაგალითად ყაჩაღობაზე ხშირად ხდება კვალიფიკაციის შეცვლა დასვის მუხლი და ასე შემდეგ. ანუ აქ ბევრი ფაქტორი არის, რაც ბევრი შემაშფოთებელი ფაქტორია, რამაც შეიძლება სამომავლოდ საქართველოს პოზიციები კიდევ უფრო დაწიოს ამ გამოქვეყნებულ რეიტინგში. რაც შეეხება რეგიონს, ბატონო ალეკო, რეგიონში არსებული ვითარება როგორია ზოგადად უსაფრთხოების კუთხით?
ძალიან ასე ვთქვათ, კავკასიის რეგიონი ბოლო დროს ძალიან გააქტიურებულია სხვადასხვა კონფლიქტების თვალსაზრისით, რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაცია, ასევე გაზრდილი არის სირია და ერაყის კონფლიქტის ფონზე გაზრდილი არის ასე ვთქვათ, სხვადასხვა ტერორისტული თუ ექსტრემისტული დაჯგუფებების აქტიობა და მიგრაციული პროცესები კავკასიის რეგიონში. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მოქალაქეები ჩვენ და სამწუხაროდ მოწინავე პოზიციებში იმყოფებიან ისლამურ ეგრეთ წოდებულ ისლამურ სახელმწიფოს რიგებში და დღესდღეობით ასე ვთქვათ, სამწუხაროდ საქართველოს სახელმწიფოს არ გააჩნია ასე ვთქვათ, ჩამოყალიბებული სტრატეგია თუ როგორ ებრძოლოს ამ საფრთხეს და როგორ გაუმკლავდეს ამ 21 საუკუნის გამოწვევას, რომელიც ჩვენ რეგიონში არის. რას ნიშნავს ეს ყოველივე საქართველოსთვის, ჩვენთვის კონკრეტულად? ყოველივე ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მომდევნო წლებში მოუწევს გამკლავება სხვადასხვა სახის კრიმინალურ ტენდენციებთან, როგორც გარე ფაქტორებიდან გამომდინარე, იგივე ტერორიზმი, ექსტრემიზმი და სხვა, იგივე შიდა პროცესებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ რაც მევახსენე, ხო პოლიცია თუ არის დემორალიზებული და თუ ასე ვთქვათ, ხდება ზოგ შემთხვევაში კრიმინალის ახალისება და ასე ვთქვათ, მათი რომანტიზაცია, თუნდაც პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭები და ასეთი ქმედებებით, ეს ადრე თუ გვიან გამოიწვევს კრიმინალურ აფეთქებას და ადრე თუ გვიან გამოიწვევს კიდევ უფრო კრიმინალის დასს. მაგალითად, ხო, რო ავიღოთ სამეგრელოს რეგიონი ბოლო თვეების განმავლობაში ძალიან გააქტიურდა კონტრაბანდისტული ტვირთების შემოტანა ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ზოგადად რუსული პროდუქციის და ფაქტიურად ზუგდიდის ბაზარები უკვე ასე ვთქვათ, დაკავებულია რუსული არალეგალური კონტრაბანდისტული პროდუქციით და თუ ამის ალკვეთ არ მოხდა, ხვალ იქ უკვე საყოფაცხოვრებო პროდუქტების ნაცვლად იქ უკვე შემოვა ნარკოტიკი და უფრო ძიმე შედეგებთან გვექნება საქმე, თუ ამას ჩანასახშივე არ ვებრძოლა და თუ ჩანასახშივე არ მოახდინა ქართულმა სახელმწიფო და ქართულმა ძალოვნებმა ამ პრობლემებთან გამკლავება. როგორ უნდა დავძლიოთ ეს პრობლემა, თქვენ რას ფიქრობთ? პირველ რიგში აქ არის მნიშვნელოვანი არის, რომ ძალოვნების როლი და სახელმწიფოს უნდა ქონდეს აუცილებლად უნდა არსებობდეს სახელმწიფოს ნება ამ საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ რომ თუ სახელმწიფოს ნება არ არის და სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირები არიან ჩართული ასეთ ქმედებებში, მაშინ ბუნებრივია, რომ ძალიან ძნელი იქნება ამ პრობლემის აღმოფხვრასთან დაკავშირებით და თუ იქნება სახელმწიფოს ნება, ჩვენ კარგად დავინახეთ რეფორმების მაგალითი, რომ საქართველოს ერთ-ერთი სოფლიოში ყველაზე კრიმინალური და ასე ვთქვათ, ქურდული სამყაროს აკვანის რეპუტაციის მქონე ქვეყანა გახდა სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა და მოწინავე ქვეყნების რიგებში ამ ხალხაზრისით, ხო, ამან დაგვანახოს სახელმწიფოს ნების არსებობის შემთხვევაში შესაძლებელი არის ამ პრობლემის გაძლევა და სწორედ აი სახელმწიფო ნებაში ვხედავ ამ პრობლემის მოგვარებას. ბატონო ალეკო, თუ შეიძლება ჩაგეკითხებით, თქვენ რამდენიმე წუთის წინ აღნიშნეთ, რომ შესაძლოა ამ ყველაფრის უკან მიდგეს ძალოვანების გარკვეული წრე. რა გაძლევთ ამის თქმის საბაბს? გააქვთ ინფორმაცია, ვთქვათ, კონკრეტული საფუძველი, რაზედაც საუბრობთ ამ მიმართულებით? მაგალითად, ხო, მაგალითისთვის ავიღოთ ის გახმაურებულ საქმეებზე გეუბნებით. მაგალითად იგივე აღნიშნოთ თამაზ თამაზაშვილის და სხვა მისი კლანის წარმომადგენლების, რომლებიც ცოტა ხნის წინ, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში იყვნენ ამ ხელისუფლების პირობებში, ძალოვან უწყებებში და მიხოთ კონკრეტული მაგალითები თუ როგორ ახალისებდნენ ისინი და ჩართული იყვნენ სხვადასხვა უკანონო საქმიანობაში, იგივე ბიზნეს წილებთან დაკავშირებით და სხვა საბიუჯეტო თანხების მითვისებასთან და სხვა ასეთ მაქინაციებთან დაკავშირებით და აი ყოველივე ეს გვაფიქრებინებს იმას, რომ ასეთი ეს ადასტურებს, რომ ასეთი ფაქტები იყო და ჩვენ და არის იმის ალბათობა, რომ ახლაც ანალოგიური მდგომარეობა იყოს ამასთან დაკავშირებით. გასაგებია, თუ შეიძლება რომ დავუბრუნდეთ დღევანდელ თემას უსაფრთხოების კუთხით, თუ განვიხილავთ რეგიონს, თქვა საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან რუსეთი, ამ სიის მიხედვით თურქეთი არის 71 ადგილზე, რუსეთი 50-ზე, აზერბაიჯანი 97 და სომხეთი 93, უკრაინა 43, საქართველო კი ამ დროს არის მე-6 პოზიციაზე. რას ნიშნავს ეს, რის თქმის საფუძველს გვაძლევს ჩვენ? პირველ რიგში მოდით ვთქვათ, ამან რამდენიმე კრიტერიუმი არის. პირველ რიგში როგორც ოფიციალური მოწოდებული ქვეყნის სახელმწიფოს მიერ ოფიციალურად მოწოდებული სტატისტიკა არის გათვალისწინებული.
ასევე მგრძნობელობა მოსახლეობის მხრიდან იმის შესახებ თუ მაგალითად როგორ გძნობს მოსახლეობა თავს დაცულ, როგორ უსაფრთხო არის თუ არა ღამის საათებში გარეთ გასვლა. ან მაგალითად რამდენად უსაფრთხო არის მანქანის გარეთ დატოვება და სხვადასხვა რამდენად ვრცელდება ნარკოტიკული საშუალებები და ასევე არის თუ არა რასობრივი და ეთნიკური ნიშნით თავდასხმები და ასე შემდეგ, ხო? რამდენიმე ფაქტორია, ბევრი ფაქტორია და ის ერთობლივად ჯამდება და შემდგომ უკვე გამოდის ის კოეფიციენტი, ვიდრე ადგენენ სახელმწიფოს რეიტინგს. ახლა რო შევადაროთ იგივე თურქეთს, ხო, ნახეთ თურქეთი დღეს იმყოფება ფაქტიურად საომარ ვითარებაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში, სადაც ქურთულ სეპარატიზმის სახით დიდი პრობლემები გააჩნია და ასევე ჩვენ ხედავთ რომ თითქმის 2 მილიონი სირიელი დევნილია და უნებრივი ეს კრიმინალის ზრდის ერთგვარი დამახასიათებელი ფაქტორი არის. არაფერს ვამბობ რუსეთზე, სადაც ქურდული სამყარო ჩვეულებრივად არსებობს და ჩვეულებრივ აკონტროლებს როგორც ციხეს, ასევე ციხის გარეთ მყოფ კრიმინალებს და სხვა სახელმწიფოებით. ამ მხრივ პირველ რიგში ის რომ საქართველოს ამ მოწინავე პოზიციებში არის, ეს გამოწვეული არის ბოლო 10 წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმებით პოლიციის დარგში, ახალი საპატრულო პოლიციის სისტემის შექმნით, ელექტრონულ სისტემაზე გადასვლით, გარკვეული გამჭვირვალეობით ამ დარგებში და სწორედ აი ამან დააყენა საქართველოს იმ მოწინავე ქვეყნების რიგში უსაფრთხოების კუთხით. დავითვალისწინოთ რომ რა სხვა ქვეყნები არის, ისეთ ნახეთ სინგაპური, ტაივანი, ეს სახელმწიფოები ასე ვთქვათ დიდი სიმკაცრით არიან ცნობილი კრიმინალის მიმართ და მაგალითად სინგაპურში კევიც რო დააგდო გარეთ მაგაზეც სასჯელი არის. მაგრამ საქართველოს სწორედ არა ამ დრაკონული მეთოდებით, რაც ზოგიერთ სახელმწიფოთაგანში არის მიაღწია ამას, არამედ აი გამჭვირვალე პატრულის რეფორმით და სწორედ ამან გამოიწვია ის რომ საქართველოს იმყოფება მოწინავე სახელმწიფო და რეგიონში. გასაგებია, თუ შეიძლება საუბრის მიწურულს რომ გითხრათ თქვენი აზრით რა რჩება მთავარ პრობლემად ბეზვალადაშვილმა გაცემის პირველ ნაწილში გამოყო ორი ფაქტორი, საკადრო უზრუნველყოფა და პოლიტიკური ხელმძღვანელობის ასე ვთქვათ ბოლომდე ჩამოუყალიბებლობა პოზიციის გამოხატვის ეს არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რაც პრობლემა შეიძლება განვიხილოთ დღეს. თქვენი აზრით, თქვენი გადმოსახედიდან უსაფრთხოების კუთხით, როგორც ეროვნული უსაფრთხოების კუთხით, ასევე საზოგადოებრივი და მოქალაქის უსაფრთხოების კუთხით, რა პრობლემებს ხედავთ, რომელიც დროულ რეაგირებას საჭიროებს? პირველ რიგში ჩვენ ხედავთ რომ იმას რომ არ არსებობს სახელმწიფოს ნება, სახელმწიფოს არ აქვს იმისი ჩამოყალიბებული მკაფიო ხედვა თუ რა არის მთავარი მისი გამოწვევები და რა არის უსაფრთხოების რა კუთხით უნდა მიმოჩნდა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. მაგალითად მოვიყვან კონდაზვერვა, რომელიც ფაქტიურად ჩამოშლილია და ბოლოს როდის მოხდა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების გამოვლენა ძალიან ეს და როდის მოხდა ამაზე სისხლის სამართლის აღძრაც კი უკვე არ ჩანს, იმიტომ რომ ფაქტიურად ამ კუთხით არ მუშაობენ. სამაგიეროდ ჩვენ ხედავთ იმას, რომ ძალოვნების გამოყენება ხდება არამიზნობლივად და პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, არა მარტო ოპოზიციური პარტიების, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ და სხვა ასე ვთქვათ პირების მიმართ, ვინც არ მიუღებელი არის ხელისუფლებისათვის, აი სწორედ ეს არის მთავარი და მნიშვნელოვანი პრობლემა დღეს ქართული ძალაუფლების სისტემაში და სწორედ აი სახელმწიფო ნების არ ქონა განაპირობებს იმას, რაც გვაქვს დღეს და იმას, რომ ჩვენ მოწყვლადი ვართ უსაფრთხოების თვალსაზრისით. გასაგებია, უღრმესი მადლობა ალეკო კვახაძე საუბრობდა, კავკასიოლოგი, თემაზე კრიმინალური ინდექსი 2016. ინტერაქტივი ჩართულია, შეიძლება ითქვას და ღია ეთერი თქვენთვის, რამდენად დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობთ თავს ჩვენს ქვეყანაში 292 1188 292 1189 შეგიძლიათ დაარეკოთ და ისაუბროთ ამ თემაზე. კრიმინალური ინდექსის მიხედვით 17 ქვეყანას შორის საქართველოს ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების 6-ეულშია 2016 წლის ანგარიშის მიხედვით 17 ქვეყანას შორის 112 ადგილზე მოხვდა უსაფრთხოების თვალსაზრისით მხოლოდ სამხრეთ კორეა, სინგაპური, იაპონია, ჰონკონგი და ტაივანი უსწრებენ. მსმენელია ხაზზე, მოგესალმებით, თქვენ ეთერში ხართ, გისმენთ. საღამოშვიდობისა. რამდენად დაცულად გრძნობთ თავს და უსაფრთხოდ? ისე როგორც თქვენმა წინა მსმენელებმა ელაპარაკეს, ეს თუ ტერორისტთან მიმართებაშია, შეიძლება ტერორისტული აქტივიდან გამომდინარე მართლაც ვიყოთ იმ ქვეყნების შემდეგ,
რომლებიც ჩვენ წეზე უფრო განვითარებულად არიან, მაგრამ აი ეს კრიმინალური სიტუაციიდან გამომდინარე, ამ ბოლო ხანებს თუ გადავთვლით, ძალიან ბევრი სუიციდია, თვითმკვლელობები და ასეთი რაღაცეები ეტყობა, ესენი ამ გარეშე ვერ მოხდენ და დაცულობიდან გამომდინარე, ახლა ესე განვითარდა, როგორც თქვენ, შუა აზიაში სიტუაცია უკვე იმდენი ტერორისტული აქტები ხდება, ზედიზედ რომ მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ დროებით ეს არ გვეხება, მაგრამ აი მე არ ვიცი, ახლა იმ დიდი გრანდიოზული კონცერტის ჩატარების ამბავში რა მოხდება, რამე თუ ევროპაში იძახიან, პანიკებში არიან და ყველა აფრთხილებს, ყველას ამერიკაც კი აფრთხილებს თავის მოქალაქეებს, რომ ერიდონ როგორც თურქეთს, ასევე ევროპისში ჩასვლას და აი დღეს უკვე აღარ ვიცი ეს თუ ესეთი ღონისძიებები იქნება, ის შაჰიდისტები არიან თუ ალაჰბერისტები, რას მოიმოქმედებენ და სად და როგორ და როდის იძიებენ ევროპელებზე შურს. გასაგებია. უღრმესი მადლობა, მეორე მსმენელი ხაზზე მოგესალმებით, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. გისმენთ თქვენ ღია ეთერში ხართ, მოგესალმებით. ალო. მოგესალმებით, რამდენი? ალო, მოგესალმებით. რა შეეხება დაცულობის, რა შეეხება დაცულობის საკითხს. არ ამგონია რომ საქართველოში დაცული იყოს ადამიანები არაფრის რატომ და საომარ მდგომარეობაში ვართ თითქმის ტერიტორიები დაკარგულია ყველაფერი და არც ეკონომიურად, არც უსაფრთხოების თვალსაზრისით არაფრით არ ვართ დაცული და აი ეს დროების სიმშვიდე ეს ალბათ შეიძლება დიდხანს არ გაგრძელდეს და ამიტომ არ შეიძლება ყოფილად ვინაიდან მოგეხსენებათ რომ ბევრად დაცულ და განვითარებულ ქვეყნებში როგორიცაა ბრიუსელი, გული ევროპის იქ მოხდა ტერაქტები და ამერიკის შეერთებულ შტატებში და ჩვენ როგორ ვიქნებით დაცული არ ამგონია. აი რა შეეხება კონტრაბანდას აი ენგურზე გასასვლელზე არის ძირითადად 5 პოსტი, სადაც დგას ჩვენი სამხედრო პოლიცია და აი თუ იქნება მთავრობის ნება, მაშინ რჩილის ვერ გადაფრინდება იქ და რადგანაც იქნება ეს კონტრაბანდული პროდუქცია, ძალოვნებია ჩართული და სათანადო სამსახურებმა, რომლებიც ხელფასს იღებენ, ამათ უნდა მიხედონ. მადლობა. გასაგებია, მადლობა. მოგესალმებით, თქვენ ღია ეთერში ხართ, გისმენთ. პასუხობთ მომდევნო მსმენელს. მოგესალმებით, თქვენ ღია ეთერში ხართ. მე ორი სიტყვით ყველამ თავისი აზრი თქვა. ძალიან წუხავს რომ სოციალურ ქსელებში უკვე იწერება ის რომ პოლიციის გარკვეული ჯგუფი სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებს. ეს ძალიან სამწუხაროა და მე ვფიქრობ რომ ამაზე სპეციალურად უნდა რამე ღონი ღონეს მიმართოს ხელისუფლებამ. აი ეს არის ჩემი აზრი და კიდევ რეგიონებში უფრო მეტი ყურადღება უნდა მიეცეს ჩატარდეს თათბირები და ქვეყანყოფილებების გარკვეულ სოფლებში არ მუშაობენ ისე, ანუ არ არის ის სიმკაცრე, საკუთარი ძმა და დაც არ უნდა დამალონ და დაიცვან დანაშაულისგან, ეს არის ჩემი აზრი. და კიდევ ბევრი რამ, რაც შეიძლება ითქვას თუ ჩამოგდანდებიან და შეხვდებიან ჟურნალისტებს ან არასამთავრობო ორგანიზაციებს, ის აუცილებელია ჩემი აზრი. რეგიონებს გულისხმობ და კონფლიქტის ზონა რეგიონს. დიდი მადლობა. მადლობა დაკავშირებისთვის. შემდეგი მსმენელია ხაზე, მოგესალმებით, თქვენ ღია ეთერში ხართ, გისმენთ. გამომშვიდებისა. მოგესალმებით. სამხრეთ რაჭკვიანი მსმენელები გვყავს. დიახ. როგორ აზროვნებენ ზოგიერთ პოლიტიკოსზე 1000-ზე უკეთესად. ნუ განსაკუთრებით პირველი მამაკაცი ვიცი რომ ყველგან ეკავდა და არაჩვეულებრივი თქვენ რას ფიქრობთ? თქვენ რას ფიქრობთ ამ თემაზე? აი ბატონო ბძანა რომ სრულად დაცული მართლა ვერ იქნებით. მაგრამ შეიძლება ტერაქტები აქვს ეს ახლა, იმიტომ რომ არც ვერ ახლა საქართველოს იმ ქვეყნად რომ ახლა რისკზე წავიდნენ და აფეთქო და არცენ. ისეთ შემცირებული მოსახლეობა ვართ. იწიდებით ახლა ჩვენ, მაგრამ მაინც შეიძლება პატარა ისეთი ლოკალური ისეთი იყოს რაღაცები. კაცმაიც რაღაცას მოგიგონებენ, ათასნაირი მისა აქვს გეგმა შემოშევებული პატარ-პატარა რაღაც სიტუაციები რომ შეიძლება ჩვენ გამოგვიყვანოთ წყობიდან შეგვაშინოთ და აგვაფეთოთ ეს შეიძლება. თქვენ თავად რამდენად დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობთ თავს? ვთვლით დაცულად თავს. არ ვერ გქონდეთ რომ ახლა შეშინებული ვარ და ან რამე არ არის. ისე მე ეკლესიაში დავდივარ, ღამე მოდივარ, ღამის წევა გვაქვს ხოლმე. კაცეშილი მთელი ქუჩა ამხავე გამოვივლით. არანაირი არაფერი არ ხდება ისეთი რომ ანჯელინა შეურაცხყოფა მოგვაწყობს ჩემზე ახალგაზრდებით მოვდივართ არა. გასაგებია. უღრმესი მადლობა. მადლობა დაკავშირებისთვის. კიდევ ერთი მსმენელია ხაზე, მოგესალმებით, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. რამდენად დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობთ თავს ჩვენს ქვეყანაში? გამარჯობათ, მოგესალმებით.
ადამიანის უსაფრთხოება და დაცულობა განისაზღვრა მისი ცხოვრებით. ცხოვრებამდე არის ის თვითონ უზრუნველყოფილი და როდესაც აი ქვეყანაში ამდენი სოციალური უსამართლობა არსებობს, როდესაც არ არის კარგი შრომის პროდუქტების თანაბარი განაწილება არის სხვადასხვა, ეს თავიდან წარმოშობს უკვე კრიმინალიზაციის სიმშემშელის პირობებში და ავანტყურის პირობებში, როდესაც ეს ადამიანი ყველაფერზე არის დამცველი და მეორე კიდე ერთი სოციალური უსამართლობა უთანახმდა და მეორე კიდე თქვა, როდესაც აი გზა გაიხსნა ყველა მიმართვის დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ და როდესაც ამდენი მოძრაობა ხდება, იქ ფაქტია რომ აი კანონიერ საქონელთან ერთად უკანონო საქონელის გაივლის ეს იქნება ნარკოტიკები და ზოგიერთი აქ საქართველოში დაელიქება ალბათ რაც კრიმინალისტად და უსაფრთხოებისათვის არ არის ხელსაყრელი და კარგი. უღრმესი მადლობა დაკავშირებისთვის ინტერაქტივი ამით დასრულებულია ჩვენ საუბრობდით კრიმინალური ინდექსი 2016-ის მიხედვით 2016-ის შესახებ რომლის მიხედვითაც საქართველოს უსაფრთხოების თვალსაზრისით მე-6 ადგილზეა რაც შეეხება ყველაზე საფრთხეს შემცველ ქვეყანათა ხუთეულს ამ ჯამუნათვალში მოხვდა ვენესუელა, სამხრეთ სუდანი, სამხრეთ აფრიკა, პაპუა-ახალი გვინეა და ჰონდურასი ამ მონაცემების მიხედვით ამერიკის შეერთებული შტატები 42 ადგილზეა, დიდი ბრიტანეთი 62, შვეიცარია 105, ხოლო საფრანგეთი 59 ადგილზე. გაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით 292 11 88 292 11 99. უსმენთ ერთმანეთს. ჩვენ ვიდრე ერთმანეთს დავამშვიდობებით შეგახსენებთ რომ რადიო იმედი და სოციალური ვებ-პლატფორმა WeHelp-G ვახორციელებთ ერთობლივ საქველმოქმედო კამპანიას და ჩვენ ვცდილობთ ამ კამპანიის პარკლებში დავეხმაროთ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. ამ კვირაში ჩვენ ამ მიზნით ვეხმარებით 65 წლის ზაირა ბიძინაშვილს. მას ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა აქვს და სხივური თერაპია სჭირდება, რომელიც საერთო ჯამში საკმაოდ მსხვილ თანხას წარმოადგენს, მაგრამ როგორც გუშინ თავად WeHelp-G-ის დირექტორმა ისაუბრა, მერია იღებს საკუთარ თავზე ამ დაფინანსებას, თუკი დარჩენილი პროცენტული ნაწილი იქნება შევსებული, რომელიც გახლავთ 1833 ლარი. მეგობრებო, თუ ჩვენ შევძლებთ ამ 1833 ლარის ერთობლივად მობილიზებას, მაშინ ამ ქალბატონს აუცილებლად დაუფინანსდება შესაბამისი პროცედურა, რომელიც განკურნავს ამ პრობლემისგან. საუბარია 65 წლის ზაირა ბიძინაშვილის შესახებ. დამატებითი ინფორმაციისათვის თქვენ შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს WeHelp.G და დაეხმაროთ დღევანდელ ბენეფიციარს და გარდა ამისა შეგიძლიათ დარეკოთ ნომრებზე 0917108082 ზარისღირებულება გახლავთ 1 ლარი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ ნომერს 0917108082 ყოველი გადარიცხული ლარით და შესაბამისი ტრანზაქციით თქვენ უზრუნველყოფთ 65 წლის ზაირა ბიძინაშვილის გამოჯანმრთელებას. უღრმესი მადლობა ყურადღებისთვის, გემშვიდობებით. მომავალ საეთერო შეხვედრამდე სტუდიაში მუშაობდი ნინი ხუგაშვილი, გადაცემის პროდიუსერია დავით მაღლაფერიძე. ბედნიერად. გაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით. ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს. ნინი ხუგაშვილთან ერთად. უსმენთ ერთმანეთს. სეზონის ეთერის სპონსორია